ეს არის ნაწილი მესამე, random ფიქრების და დაკვირვებების. ამ ნაწილში შევასავარაუდოთ კიდევ რაც ძალიან ეროს ნიშნის, ეგეთი რაღაცეები და პროსტა დაკვირვებები რა ხახტები ტრადიციული. პირველი არის ხალხის ტიპი არა, უფრო ბავშვების კატეგორია, რომელიც აი ზღვაზე რომ მიდიხარ, ან აუზზე რო ხარ, ან რავი, ნებისმიერ ადგილას, სადაც წყალი გადის მდინარეც, მაგალითად. მდინარეში არიან შესულები დაახლოებით აი აქამდე წყალში, მერე ამოტრიალდებიან და წყალში ხელებზე დგანან და ამის გამო იძახიან მშობლებს, რომ დედა შეხედე წყალში ხედით გავარ. დაანებეთ თავი. ბავშვებო ძალიან ხუთი გაღარ გააკეთო. იმიტომ რომ მე როცა დებულო წყალი ჭამეყლაპა და არ არის კაი ამბო. თან მაინც რო გითხრა ხა მაგარი რაღაცა თქო მოგატყუებ. რა სალტო გააკეთე. რატო გააკეთე? მარტო ხედებით ერთად გაღარ ხელებს ყველა დაგება მანდ. სალტო გააკეთე. გააკეთე რა მის საშიში. დამიჭერე. ალბათ ყველას ინახავთ ის პოსტი რომელიღაცა რომელიც იძახის რომ რატომ ეს ხმიან მხოლოდ ამერიკას უცხოპლანეტელები და რატომ არიან სპაიდერმენები და რაღაც რკინისკაცები და სუპერგმირები მხოლოდ ამერიკაში. ეხლა გეტყვით რატომაც? იმიტომ რომ სხვაგან ფიზიკურად ვერ იარსებებენ. ჯერ აქედან დავიწყოთ რომ მოდი საქართველოს ავიღოთ რა. რახან აქ ვართ ბარემ ყველა. საქართველოს ავიღოთ. საქართველოში ვერ იარსებობს ვერცეთი სუპერგმირი და ეხლა გეტყვით რატომაც. ავიღოთ პირველ რიგში მოდი სპაიდერმენი. არანაირი შეურაცხყოფა სპაიდერმენს, იმიტომ რომ მე თვითონ სპაიდერმენის საბანი მაქვს სახში. მაგით ძინავს. ძალიან მევასება მაგარი კაცია სპაიდერმენი თუ ჩამოვა საქართველოში შურაც გადავიდა. ეხლა გეტყვით რატო საქართველოში არ არის შესაბამისი შენობები რომ სპაიდერმენმა რავი სამყარო გადაარსა, ქვეყანა გადაარჩინოს. იმიტომ რომ სპაიდერმენი გახავთ Queens-ში, მაგრამ ზოგადად ამერიკა ესეთი ქვეყანაა, სადაც არის ძალიან ბევრი ცათამბჯენი, ძალიან მაღალი შენობები, რაღაც ხსელს რო გაუშვებ შიგარით, ჩამოეკიდება რა 33 სართულიდან შენ რო სპაიდერმენს უყურებ, ვერ დაინახავ ვინ არის, მაგრამ ძალიან დაბალი შენობები გვაქვს რა. და მაგიტო საქართველოში ვერ იქნება სპაიდერმენი. სხვა სუპერგმირებზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ დანარჩენები დაფრინავენ და მაგათ ფეხებზე გიდიეთ, ეხლა რომ შენობას მოეკიდებიან, მაგრამ მაინც. ეხლა გეტყვით დანარჩენი სუპერგმირები რატო ვერ იარსებებენ? იმიტომ რომ სულ რომ იყოს სუპერგმირი, მაშინ უნდა ქონდეს საიდუმლო ვინაობა. საქართველოში გამორიცხულია ვინმე საიდუმლო ვინაობა ქონდეს, იმიტომ რომ აქ ყველა სიცნობს, საქართველოს ბუძი. აქ ყველა სიცნობს. აი მაგალითად დაუშვათ და მე ვიყავ სპაიდერმენი. არა, აი დაუშვათ და მე აღმოჩნდა სპაიდერმენი, ხო და უშვათ და არ ვიძახი რომ სპაიდერმენი ვარ. მაგრამ არც იმას ვიძახი რომ არ მიცდია მეორე სართულიდან გადახტობა, იმიტომ რომ სპაიდერმენი მეგონა თავი. მაგრამ დაუშვათ რომ სპაიდერმენი ვარ. ცხოვრობ მერვე სართულზე, სადარბაზო ყველა მიცის, სადაც მე ვცხოვრობ და ასევე ყველა მიცის მე ვინ ვარ თელს მიკრორაიონში. მე რო დამინახავენ რომ იცი რა არის აი ოპა, იქით რაღაც პოლიციის ხმა გავიგეთ. სირენები არის, სპაიდერმენის დახმარება სჭირდება ხალხს. და ჯიგრები რო დამინახავენ რომ ჩემი სახელიდან გადადის სპაიდერმენი, უკვე ჩაცმული ვიდის ფანჯარას აღებს და ესე ფანჯრიდან ყავს ფეხს რომ გადავიდეს კარე და გაფრინდეს. აი ვინ ვერ მიხვდება მაგას რომ აი სპაიდერმენი მე ვარ. ოღონდ ეს მე კონტექსტ მოარგეთ რა ძალიან თქო. იგივე არის ყველა სუპერგმირზე, ანუ გამორიცხული ამბავი არის სახში. აი ახლა აქრო რკინისკაცი იყოს, ან რავი ნებისმიერი რაღაცა იღეთ, რა მნიშვნელობა აქვს, იქნება გარაჟში აკეთებს ის შიგარი თავის იმას კოსტუმს, ქართველი ისა, რკინისკაცი. ანუ ხო გამორიცხული ამბავია, ქვევით რო ხარ გარაჟში რო ხარ, გარაჟის კარი გაღებული, ან სულ რო კარი დახურული ქონდეს და მეზობელი დაინახავს რომ შენი გარაჟზე ბოქლომი არ გიდევს და ვაშკარად ღიაა, შიგნით არის ხო პატრონი? კარს შემოგიღებს, რა ვახარ, გივი? დაგიჭერს შენ იმაში რა ქვია, როგორ აკეთებ რკინისკაცის კოსტუმს. ასე რომ საქართველოში მაგიტომ არ არსებობს სუპერგმირები თუნდაც სატელევიზიო მოსაზრებით და ფილმების მოსაზრებით თუ ფილმოგრაფი როგორც არის. მაგიტომ არიან მხოლოდ ამერიკაში. ამერიკაში ყველა ფეხებზე გედია. ამერიკაში რო ხარ შეიძლება შენს წინამეზობელს არ იცნობდე, მაგრამ აქ ყველას იცნობს. დაიმახსოვრეთ. შემდეგი გახლავთ, აი ეს არის ჩემი სუსტი წერტილი, ხალხი რომელიც ნელად ადის. და ამას აქვს ასევე მეორე კატეგორია, ხალხი რომელიც ნელად ადის, საპირისპიროდ მოდის და როდესაც რაღაცა დატვირთული მგზე ის არის. ხალხი ძალიან ბევრი არის ქუჩაში ან ტროტუარზე, ხარს გაკრავენ. ანუ ესე კი არა გარიდებენ თავს, ხარს გაკრავენ. და ანუ ეხლა გეტყვით ერთ ცოცხალ მაგალითს. მე სწავლობ თესეულში, გარკვეული პერიოდი ვიყავი თესეულის პირველ კორპუსში და ვინც იცით რუსთაველიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე საკმაო გზაა გასავლელი ფეხი. ძალიან ხშირად ავდიოდი ამ გზას და გამორიცხული ამბავი არის დღეში მინიმუმ 4 კაცი არ დამჯახებოდა მხარი არ გაეკრა რა. და რავი თუ შემოვხედოთ მაინც პატარა ადამიანი არ ვარ ფიზიკურად. არც ჩემი ზმაკაცია მაინც პატარა. ყოველ შემთხვევაში აწი აღარ არის და დაიწყო ვარიში რაღაცა. გამორიცხული ამბავი იყო მე და გამოვსულიყავით და მინიმუმ 4 კაცს, ოღონდ ანუ 4 იმას 4 მე რაღაცა გადანაწილება კი არ ხდება მანდ 4 იმას 4 მე. ხარი არ გაეკრა ვინმეს. თან ანუ განადგურებას ზომა შესაბერისი ხალხი ყავდა მხარს. არა 9 კილოიანი ხალხი ყავდა. ანუ რო შეხედავდა TV-ს ზვინი და რაღაცა კაჩოკი მოდის, ხო? მაგიტო არის მე და ეს ყველაზე ზრდილობიანი ხალხი ვიყავით, ავდიოდით აი ესე. ნეომატრიცელის იმაზე უფრო მოხდინდები ჩვენ ვართ რაღაც. ვიღაცა მტყვია რომ დამიშნოს ესე რომ გავაკეთოს, რომ ამსდება ყველა, იმიტომ რომ ვიცი, ანუ რუსთაველზე ვარ ესე განავლელი. და კიდე სწრაფად იარეთ.
ნუ დადიხართ ნელა. კაი. შემდეგი კატეგორია ხალხის არიან ცხოველები, რომლებიც დგანან ისნის მეტროსთან. და ეხლა გეტყვით, ანუ რატომ იშტიეს ხალხი ნერვებს. არანაირი შეურაცხყოფა იმუშავა გაზიანთის გააკეთეთ, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ხალხი რომელიც მეტროში ჩავდის, იმათ მოეუბნები წყალდობაში ხوار გინაცასვალ. იმიტომ რომ მე თუ ჩავდივარ მეტროში, ესე იგი მინდა რომ წავიდე დავით თბილისში დავრჩია, არა მინდა რომ გავიდე თბილის გარეთ. ჯერ ისევ თბილის გარესიდან ხო შემოვიდი, რუსთავიდან მოვედი მან. და მე კიდე მეუბნები რომ უფრო რუსთავის იქი წაგიყვანო რომ დედაქალაქს გამ. მეტროში თუ ჩავდივარ, ხო არ მივიდივარ თბილის გარეთ. მივიდივარ, რავი, ანუ რუსთაველი, ახმეტელი, რავი, რამდენი რაღაცა არის, ხო? რატომ უნდა მინდოდეს ადამიანს, რომელიც მეტროში ჩავდივარ, რატომ უნდა მინდოდეს რომ მოვიდეს შემდგომ ძღოლი და მითხრას რომ წყალდობაში ხوار გინაცასვალ ძმა. ან რავი, კახეთის ნებისმიერ რაიონში. ძალიან გთხოვთ ეგრე აღარ გაგიჩვენოთ. ამომსვლელს მაინც უთხარით, რომ აი თემა ვიღაცა ამოვიდა და მარშრუტკამდე მიდის, რომ წაიყვანო. ჩამსვლელი არ წავად იმაში. რავი, კახეთისკენ. ან ნებისმიერი ხარისკენ სადაც თქვენ მიდიხართ. ჩამსვლელი მიდის თბილისშივე, მაგრამ ამომსვლელი შეიძლება მიდიოდეს თბილის გარეთ, თბილისში ვერ ჩებოდეს ავტობუსში, ან თბილის გარეთ მიდიოდეს, რომელიც თქვენ მიდიხართ. დღეისათვის ბოლო თემა, რამაც შეიძლება ომისაკენ პირველი ნაბიჯი მე გადამადგმებინოს, არის ხალხი, რომელიც ტელეფონზე გირეკავს. შენ რაღაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ უპასუხებ, გაითიშება, გადაურეკავ და აღარ პასუხობენ. რატო არსებობთ ასეთი ხალხი? ანუ ჯერ თუ მირეკავ, ესე იგი გჭირდება რომ დამირეკო, ხო? ჯერ რატო მირეკავ? ანუ 21 საუკუნეში რატო მირეკავ? როცა შეგიძლია რომ მომწერო, ხო? Facebook თუ ნომერი გაქვს, ესე იგი Facebook-ზეც გყავ. შეგიძლია მომწერო. ანუ თუ Facebook-ზე ამ ყავხარ, ან Instagram-ზე ამ ყავხარ, რავი, WhatsApp-ზე, მეს ნომერი ხო გაქვს WhatsApp-ზე და მომწერო. და უმეტესად, როდესაც ვიღაცა მირეკავს და მე რატომღაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ პასუხობ, იმიტომ რომ ძალიან დაკავებული პიროვნება ვარ. იქით როდესაც უნდა გადავურეკო ხოლმე, არასდროს არ მაქვს დასარეკი. ანუ შენ ნებისმიერი პიროვნება, ვინც დამირეკავს და მე რაღაცა მიზეზების გამო ვერ უპასუხებ, მიწევს შემდეგი საფეხურების გავლა. დარეკვა, შემდეგ გამითიშა თვითონვე, იმიტომ რომ მე ტელეფონს ვერ მივასწარე, ხმა გამორთული გვაქვს ყველას მაგითო. აქით აღარ მირეკავს მეორეჯერ, იქით ზარსუში მაინც აღარ მირეკავს. მერე მიწევს რა, რომ შევიდეთ ჩემს ბანკის აპლიკაციაში, გადავრიცხო თანხა ნომერზე, რომ შენ დაგირეკო და არ მიპასუხო. ანუ ჯერ რომელი ადამიანი არსებობს, რომელიც დარეკავს, მოდი დაურეკო ნიკას, ხო? დარეკა, გავიდა 10 წამი, ტელეფონზე ვერ მივედი. ვა, არ ყოფილა სახში. და გადააგდო ანუ წინა ვიდეოში თქვი ადამიანების ერთი კატეგორია, რომელიც ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწყება. თქვენ ხართ მეორე, ვინც ამას აკეთებთ. მიგაყოლებ მე დაველაპარაკები კიდე ზევით ხალხს. დღეისათვის უდეს ხო, მე მეც ნერვებს აღარ მოვუშვი ხალხს, არ ჩემთავს, ანუ რავი. წინა ვიდეო ავია 4 ლაიქზე. და გადავიღე ვიდეო გიხედავთ ახლა. თუ ეს ვიდეო 5 ლაიქზე, მაშინ გადავიღებ შემდეგ ნაწილს, კიდე მოვიფიქრებ, რომელიც რაც ნერვებს მიშლის და რავი. თქვენს მოგეშლით ალბათ ნერვებს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ტარანტა